Let's go, man, let's go! Let's do it! Მოკლედ მეგობრებო, მოვედი დოვერში, გადავდივარ ახლა კალაიზე, ჩემი ნადირიც ოჩახად გამოიყურება, შეგენაცვალე რა ვიძახა. იდოქში წამოვედი საქართველოში, ახლა ველოდები გემს და ეგა რა, მე მგონი ეს არის ჩვენი გემი და ცოტა ხანში თან წამოვალ რა, მაგრაც ხელაჩ. ესე ჩემი ნადირი ხოძია ინგლისის საქართველო წამოვიდა. თანდათან ჩავწერ ვიდეოებს. გზადაგზა. კარგ ვიდეოებს გადავიდეთ. ტრაილერები წინ არიან გამოჩიმულები. ესე ჩვენი კალაი, დოვერი კალაიზე მიდის საფრანგეთში. ეს უკვე წავიდა, ხედა რაში. გავიდა ეს. ეს მალე გავიდა. ეგრევე ბელგია, ნიდერლანდები და მერე გერმანია. ისეთ ხოძი ვარ, შეიძლება დღესვე ჩამოვიდე საქართველოში. დედას ვუყი. წყლის დამცავი ჯებირები როგორ არის? ტალღები არ შევიდეს შიგნით. სამაგიეროდ ეს მიდის ინგლისში. დოვერში. აი მოზგილი ეს. ეგ არის, ჩავსდებით ახლა და წავალთ. ჩვენი რა თბილა, კაი ამინდია. Bonjour. რა ვარი მეყვარს გერმანიის მოწყებილი ავტობანი ბიჭო. კარგად მიდის რა, რო იტყვიან შვენივრად. არა, ამას არ აკლდება მშობელს, ამას არ აკლდება. ესეც გერმანიის ავტობანი. რამდენითაც გინდა იარე რა. თავარია ტრაკი ქონდეს ტარებისა. ჯერი გინდა რაკეტა ყავდეს, იმით იარე შემოწმო. მე მაგალითად 150-60-ით გავრვივარ რა. სანამ ვიღაც კინზი არ გამოხდება. შვენიერია. უკვე დავფარე, კაროჩე. ბელგიას დავფარე, ნიდერლანდების და საფრანგეთის. ეხლა ვარ გერმანიის ავტობანზე. ამ ავტობანსაც მალე ამოვწნავ რა. გერმანიას. გერმანიასაც მალე ამოახვევ და მე შევალ ავსტრიაში. იტოქში მალე ჩამოვალ რა, 4008 კილომეტრიღა დამჩა.
ბევრი არ არის 4008 კილომეტრი. რა ჩემი ფეხებია 4008 კილომეტრი არა. აგერ გერმანიაში სუპერი. დაუშვათ. ფანტასტიკეს ვიც. გავავსოთ ბაკი. მოვაკლეთ, რო შევადაროთ გერმანიაში ძვირი საწვავი მაგის დედავატი. საკა ინგლისში უფრო იაფიღეს ვიდრე გერმანიაში. არო ჩავასხი 100 ევროს 37 ლიტრი. 100 ევროს 37. საერთოდ ლონ ინგლისში მოვიდა და რამდენი? მაგალითად 80 ფუნტი გამოდის 100 euро რა. 80 ფუნტი 37 არა ძვირია და. მაგრამ ეს ხო გერმანია. წავედით გავაზიპინეთ ბაკი. კაროჩა ამის აღარაფერი აღარ აჩას ჩემი. რა მაგარი წვიმა. მანქანებიც აღარ აჩანას საერთოდ. მაგრა დას. აგე ცოტა გადაიღვე. მაგრა თაწვიმს. ემენა გერმანიაში ვარ თუ ბრიტანეთში ვეღარ გავიგე. ამის დედავატირე. ხო შეიძლება. ზეიბოს. დაი მაგარი ცივი ჩაცა. საერთოდ ლოდი არ შეიძლება მაგრამ საერთოდ. ბრიტანელები შემოქმნენ. ბარლა ბრიტანეთში ვარ შემოვედი ამის დედავატირე. შეანელე აღარაჩა. დედაუდი. საერთოდ არაფერი არ აჩას. ეს ავსტრია. Короче, ერთი დღეა რაც მოვდივარ და უკვე ავსტრიაში ვარ. Role Mustangia ce. Era Austriași astfel zapul și magra grila ce. Ai bune vakt. Subiravemici. Ațoat gauce.
ტყე და პარკი. შემოვედით სლოვენიაში, სლოვაკეთში. რასტა кайფო ისაა. შესაძლოა. აბა, ძალობა არ დამინახოს. გაგიმაჯ. მე ხელებს მიწევენ მანქანიდანში. ეს სლოვენიური მანქანა არის ესეც. ესეც სლოვენია. ავსტრიას დავფარე, ახლა სლოვენიაში ვარ. მე შევარ ხორვატიაში და ეგ არის გავჩერდები თუ არა, გავწყდი უკვე ვეღარ დავდივარჩი. მაგრამ დავიღალე იმენში. მოვედი ხორვატიაში. მოკლედ გავჩერდები დღეს რა თუ არა, მაგარი დავიღალე იმენაში. აღარ შემიძლია. ხორვატია შენ კახეთის გული ხარ და რა თვალები მეწვებაჩი მაგრა დავიღალე ესეც ეგრე შემოვედით ესეა ღია საზღვრები ჩემო კარგებო შეგიძლიათ მოგბრძანეთ წავალ ზაგრებში დავეშვით სიმონ კიდე შემიძლია თურქეთამდე გავქარჩო, მაგრამ რა ძალა მაგის დეტავატირე ინგლისიდან თურქეთამდე დაუსვენო რომ ტეხავს პროსტა რა თვალები აღარ მივარგაჩი. თენი გავიარეჩი. How much? ახლა სადმე გავაჩერებ და ვქავ სასტუმროს და ეგ არის დაუძინებ, მაგრამ მეძინებაჩი. აქ მოვედით, ეს არის road tax-ა რა გზის გადასახადი. დაგიწევს აქედან მაგალითად ეხლა ქვითარს მოგცემს და აქედან ბოლომდე მაგალითად 200 კილომეტრი ან 400 კილომეტრი ამდესაც გაივლი მე ბოლოში კიდევ ესეთი შეგხვდება და იქ უნდა გადაიხადე იქამ 30 ევრო 20 ევრო 50 გააჩნია რა აი იტალია სავსე ამეებთ იმიტომ მევასება გერმანია რომ ვაფშე არა მე გადასახადი არაფერი მე კაპიკი არ იხდი გერმანიაში დააწეკი ბოლომდე მან შეგეთი მაიმუნი ხალხნი არიან ესეც ეგრე დავპარკინგდით. ხორვატიაში ვარ ზაგრებში. მაგრა დავიღალე ჩემი. და წავალ დავისვენებ ცოტას. თუ არა, აღარ შემიძლია უკვე რა. იმედი არ მომპარავენ მანქანას. აო, ნადირო რა ვახ. ესეც ზაგრები. დავისვენოთ ცოტა. ხელად პარკი მაგჩა. გავიყურებ. ბარატება.
ცუდი არა ჩანს. წაუძინებ კარგად. რა მაგრათა წვიმს. ჩემი წავედით საქართველოში. ეხლა ვფიქრობ თურქეთში ჩავიდეთ რა. მანქანა აქ არის, პაკრაშკები ხო არ მომპარეს სამშობლოზე. ეხლა ვფიქრობ რომ თურქეთში ჩავიდე და ეგ არის რა, უკვე იქ ვარ, აი მე დავსვალდი. აბა გავავოთ. გამოვედი სერბეთის საზღვარზე. აქედან უკვე ხორვატიიდან რო გადიხარ, ან შემოდიხარ ხორვატია სერბეთის საზღვარზე, ეტოქში პასპორტ კონტროლი უნდა გაიარო, როგორც თურქეთშია რა. აქეთ ტრაილერების რიგი, აქეთ მანქანების. მე აქედან ბულგარეთშიც მასე ხდება. ბულგარეთის საზღვარზეც მაგრი ხდება და ბულგარეთიდან თურქეთის საზღვარზეც. ნუ რა თქმა უნდა თურქეთის საქართველოს საზღვარზეც. აქედან უკვე ესეა. რავი, ევროპაში კი არიან ესენი, მაგრამ არაფერს არ ეტყობათ ევროპისა. ჩვენი ქვეყანა ჯობია მილიონჯერ. იმენა რავი, აი დედაქალაქები აქვთ პროსტა, რავი, პოლიცია ჟიგულები დადიან რამის ჩემ იმენა, იმეებით რა. ძველი ფორდებით, აი ესეთი მანქანები დადიან. რავი, მენა ჩვენ ვერ შეველით ერთი ევროპაში თუ არა ამათ რა უნდათ ევროპაში. რავი, ახლა ვიღაცამ არ მიწყინოს, მაგრამ სიმართლე ეგრეა ძმო, რავი, ჩემი შეხედულება ეგრეა. ამათი ევროპა და ამათი დებილი დედავატირე ჩვენ არ გვიშვებენ. ესენი არიან ევროპაში, იმენა როგორ მოძონძილი ესენი არიან. რავა უკვე. Короче, Лукойлი გავაზრე სერბეთში რა. ლუკოილის კალონკაზე ვარ ახლა. აგერ ლუკოილი ნახე. ლუკოილის კალონკაზე გავიჩითე რა. და გაიჩითა ასოფტანიანი გაიჩითა. ხოდა. რავი, მე მგონი რაღაც თანხასთან აქვს პრობლემა ამათ თუ რა თემა გაუფასურდა ამათი ფული თუ რა არის. რავი 447.000 თუ რა ჯანდაბა რამდენი 5.000 გამოდის რაღაცა 27 ლიტრი. ჩი. იქნება ესეც ერთი 60 ევროსი რა წესით. მეტი არ ამგონია. მიდი ბიჭო ლუკოილს გასხავ, მიდი კიდე, ცოტა კიდე წაიღე. ცოტა მეტი. აი სერბეთშიც ვართ. ამა უყურე სერბეთი. Dalo cilo nadiro. Intentamo. Saki jetia. Mena nadire viacat dadian kurme, heda. ბულგარეთის საზღვარზე და ისეთი საგიჟეთია. ძალიან დიდი ტრაფიკია რა, იმენა დიდი პრობკაა დედას ვიცოდი. 1-2 საათი რო არ შემწყვეს 1-2 საათი მაინც ვიდგმები ამ ტრაფიკში რა. და ნელ-ნელა მიდიან ჩა, ნელ-ნელა. რა სამოწმებთ ეგეც ბიჭო. რა სამოწმებთ ეგეც, მობას გაფიცებთ რას. რამ ხელა ტრაფიკი. ცეცეგარე შემოვედით თურქეთში. მოვედით ჩვენი მწერებიანად. იმენა გავიტანე მთელი წერები. ეგ არის, დღეს თურქეთში გავჩერდები, ხვალე ბათუმში ვიქნები. ეს არის თურქული road taxi. აი ტრასები აქვს თურქეთშიც. ესე მიხვალ გაგირებს და მე უნდა ჩაადგა რა.
გერმანიაში ვიყო, კაროჩე ისეთი ტრასები აქვს რა. რაც ამათ ფული აქვს. ტრასებიც აღარ უნდა გქონდეს კაი, მაგრამ იმენა გადასახადები აქვს რა ტრასები. ესაკლები აქვს. ნადირები არიან რა ვიცი. თურქეთის მთები. ესეთ გზებზე მოგიწევთ სიარული მანქანით როცა წამოხვალთ. პერევლები და მთელი ამბები. ჩამპერევალს რო გადავალ მე თავქეზე ბოლომდე დავეშვები და კაროჩე არის სამსუნი რა ქალაქი აი იმ სამსუნიდან უკვე ზღვისპირეთია რა 1-8 საათი კიდე უნდა კაროჩე ბათუმამდე მაგ დარჩენილი რამდენი არის 905 კილომეტრი 12 საათი ბათუმის შესასვლელამდე ეჩევა რა დღეს დავფარავ ამას 1-7 საათი უკვე მოვდივარ კაროჩე რა მეტი თუ არ ამღლელი კი არის მაგრამ აუღოთ მაგის დედაც არა ვწუწუნი ტრენერი ამედია მუსიკები ესე ასპარეს მოგზაურობა რაველი პრო საქართველო ჩამოვედი რა მაგარი შეგრძნებაა ჩემი საქართველო შემოგევლე მაინც ხო ჩამოვედი არა სამ დღეში როგორ ახართ მეგობრებო აბა შემოვედი საქართველოში შემოვედი აგერ დროშა გადმოვკეთე ახლა საზღვარი მაგარი გასწორებულში ვარ ძალიან მაგრავი არის მანქანამაც დამიჯერა და რა ვიცი რა ძალიან ბედნიერი ვარ მართლა ძალიან ბედნიერი რა თან კიდევ კარგი რა მოხდა ქართველი კაი კაცი გავიცანი ჯაბა სახელად ის მეუღლესთან ერთად მოდიოდა თურქეთში ძალიან მაგარი ადამიანი და ძალიან მაგრად გამისწორდა რომ შევხვდი და ვისაუბრეთ კარგად და რა ვიცი წარმატება მინდა უსურო ცხოვრებაში და ყველაფერი საუკეთესო მინდა უსურო რაც შეეხება ჩემ გეგმებს ახლა და მაგარი დაღელი ვარ დავრჩები კაროჩე უნდა მეთქვა თურქეთი მეთქი ბათუმში ჩემ სასტუმროს ავიღებ და უნდა დავიძინო მე ჩავალ თბილისში ჩემებს მოვინახულებ მე კახეთში ძმაკაცებს და კარგ ვიდეოებს შემოგთავაზებთ კიდევ